როგორ ხდება განქორწინება, როცა ორივე მეუღლე თანახმაა? განქორწინების მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ იუსტიციის სახლს. სწორედ აქ რეგისტრირდება განქორწინება 5 სამუშაო დღის ვადაში. განქორწინების რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემის საფასური 60 ლარია. ქორწინება შეწყვეტილად ითვლება განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან. როდის უნდა მიმართოს განქორწინების მსურველმა სასამართლოს? განქორწინება სასამართლოს გზით მაშინ იწყება, როდესაც რომელიმე მეუღლე უარს ამბობს განქორწინებაზე, ან მათ შორის რაიმე დავაა. ასეთ დროს ერთ-ერთ მეუღლეს განქორწინების დასაწყებად შეაქვს სარჩელი მოპასუხე მეუღლის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის სასამართლოში. ამასთან, ცოლის ორსულობის პერიოდში და ბავშვის დაბადებიდან 1 წლის განმავლობაში ქმარს არ აქვს უფლება ცოლის თანხმობის გარეშე აღძრას განქორწინების საქმე. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება განქორწინების თაობაზე რეგისტრაციისთვის წარედგინება სახელმწიფო სერვისების განავითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს ან იუსტიციის სახლის ფილიალს. რა გარემოებებს აფასებს სასამართლო განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას? განქორწინების საქმის განხილვისას სასამართლო ცდილობს მეუღლეთა შერიგებას. მოსამართლეს უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მხარეებს შესარიგებლად დაუნიშნოს მაქსიმუმ 6 თვიანი ვადა. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, პროცესი განქორწინებით სრულდება. ხარის მოთხოვნით სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს ალიმენტის დანიშნის ან მეუღლეთა თანასაკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებზეც. ალიმენტი ეკისრება იმ მშობელს, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი. მისი ოდენობა დამოკიდებულია მხარეთა ქონებრივ მდგომარეობასა და ბავშვის საჭიროებებზე.